გომორდგუა მარგალი ხოჩალადე შვანარს მივესალმები სამეგრელოს მივესალმები სვანებს ძალიან ამაყი ვარ რომ ჩემს მშობლიურ სამეგრელოში ჩემს ზუგდიდში ამდენ ლაღ გულანთებულ და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ პატრიოტ ადამიანს ვხედავ რათა ყველას დასარახად და გასაგონად ვთქვათ რომ უძველესი ქვეყნის უძველესი კუთხეების შვილები საკუთარ სამშობლოს საძიძგნად არავის დაუთმობთ მე მუდამ ვამბობდი მე მუდამ ვამბობდი რომ ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ და მეგრელები გამორჩეული ნიჭიერი ქართველები არიან 12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს სიტყვები აქ ზუგდიდში ამ მოედანზე წარმოთქვა ბიძინა ივანიშვილმა ლიდერი რომელიც უსამართლობის ტყვეობაში მყოფ საზოგადოებას და ქვეყანას იმედად და საყრდენად გამოუჩნდა 2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი დღეა ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს ავტოკრატიასა და დემოკრატიას უძრაობასა და განვითარებას შორის წყალგამყოფი თარიღია არავის დავიწყებია ის სასტიკე რაც ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ხალხის მიმართ შადიოდა რეჟიმის ჯანათები მანიაკალური ჟინით ასრულებდნენ ბრძანებებს და მთელ ქვეყანას უმძიმეს ტერორში ამყოფებდნენ ამას კი განსაკუთრებული შეურაცხყოფელი სიმძიმე ახდა სამეგრელოში სამეგრელოს კარგად ახსოვს კაცრების კარდრები უგზო-უკლოდ გამქრალი ადამიანების უმოწყალოდ ცემა და წამება მხოლოდ იმიტომ რომ არათუ უპირისპირდებოდნენ არამედ უბრალოდ რეჟიმისგან განსხვავებულ პოზიციაზე იდგნენ ჩვენ მეგრელებმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ რას ნიშნავს ხელისუფლება რომლის წევრებსაც არ გააჩნიათ არანაირი ადამიანური და პოლიტიკური მორალი დაცლილი არიან ჰუმანიზმისგან და საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს ფეხქვეშ თელავენ ჩვენ ამას არ შევეგუეთ და არც მომავალში დაუშვებთ სამეგრელოს გაუმარ სწორედ ასეთ პირობებში დავიწყეთ ბრძოლა რომლის უსისხლოდ და გამარჯვებით დასრულება ბევრს შეუძლებელი ეგონა სწორედ ასე ქვეყნის გადარჩენის მტკიცე ჟინითა და თავდადებით მისი და მისი ოჯახის რისკის ფასად ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა ჩვენი სამშობლო და საკუთარი ხალხის მტერ ხელისუფლებას მარცხის აღიარების გარდა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ბიძინა ივანიშვილს გაუმარ სამწუხაროდ დღეს კვლავ გვიწევს დამნაშავე პოლიტიკურ ძალაზე საუბარი რომელმაც ზნე ვერც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში ისწავლა ამდენი წლის შემდეგ რამდენიმე სუბიექტად გაშლ ნაციონალურ მოძრაობას კვლავაც რევანში ხელისუფლებაში ყველასფრის ფასად დაბრუნება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა სურს და ყველაფერს აკეთებს რომ ქვეყანა ქაოსსა და არეულობაში ამყოფოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით არის ერთადერთი ხელისუფლება რომელმაც უდიდესი ძალისხმევის და გონივრული პოლიტიკის შედეგად 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა დღესაც ბატონი ბიძინა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტია დღეს მიუხედავად უსამშობლო ძალების მოღალატეობრივი ობსტრუქციისა შევძელით რომ დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლა გავაფორმეთ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უსამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად 1 წლის დაგვიანებით მივიღეთ და მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი და ამას ღირსებით ვაკეთებთ ვინც რაც არ უნდა თქვას ჩვენი ქვეყანა არავის არაფერში არ ჩამორჩება საქართველოს გაუმარ ჩვენ სამშობლოს გაუმარ ჩვენ საქართველოს გაუმარ დღეს ერთ მხარეს გავართ ჩვენ ქართული ოცნება და თქვენ ქართველი ხალხი რომლის სურვილიც
შვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილური განვითარებაა და ევროკავშირში ღირსებით გაწევრიანებაა. მეორე მხარეს კი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ქვეყანა გარდაუვალი კატასტროფისკენ მიჰყავს. ამიტომაც არჩევანი ასე მარტივი, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. სწორედ ეს გვავალდებულებს ყველას გადავდოთ ყველაფერი და 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სრული ერთობა. ჩვენს გამარჯვებას გავმარ? ჩვენს ერთობას გავმარ? წარმატებას გავმარ? მეგობრებო, ჩვენ მხოლოდ შვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ ვაპირებთ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს აქ შეკრებილს და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თქვენი ძალა 26-ში ყველას ერთად უნდა დავანახოთ. გაუმარჯოს ზუგდიც, გაუმარჯოს სამეგრელოს, გაუმარჯოს საქართველოს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო. ჩემო ძვირფასებო, ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც წლებია ემსახურება სახელმწიფოს და წლების განმავლობაში მის სახელს უკავშირდება ბევრი წამოწყება სამეგრელოში. მინდა სცენაზე მოვიწვიო ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მოგესალმებით, ჩემო მეგრელებო. მოგესალმებით, ჩემო სვანებო. მივესალმები სამეგრელო ზემოსვანეთის მოსახლეობას. გამორჩეულად ნიჭიერ და ძლიერ ხალხს, პატრიოტ ხალხს. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენო ერთგულო მხარდამჭერებო, ჩემო თანამებრძოლებო. გავიხსენოთ რა მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ვერც ერთი მოქალაქე ვერ დაივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელსაც ანტიეროვნული და ბოროტი სისხლიანი რეჟიმი ავლენდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს ყველაზე მეტად ახსოვთ ის ტრაგედიები, რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობა მოუტანა სამეგრელოს და მთელ საქართველოს. უდანაშაულ ადამიანების წამება, ოჯახების აწილკება და შეკვეთილი მკვლელობები, ხალხის ქუჩაში დახოცვა, ბიზნესის რეკეტი და კეროსაკუთრების წართმევა, სახლების წართმევა, მედიის და სიტყვის თავისუფლების შახშობა. ჩვენ გვახსოვს ადამიანების გატაცება, დახოცვა. ადამიანები უგზო-უკლოდ ქრებოდნენ, ხდებოდა სისტემური დანაშაულებები საპატიმროებში და საიდუმლო სამალავებში. უდანაშაულ ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა გაუპატიურება ხდებოდა. ყველას გვაქვს ნანახი ის საშინელი მძიმე კადრები, ციხის კადრები და სამალავებში გადაღებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები. მაგრამ ყველა უბედურებასთან ერთად მეგობრებო, რაც სააკაშვილის სისხლმა რეჟიმმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. თან ახლავდა ამ ყველაფერს მუდმივი ქაოსი, არეულობა და გვახსოვს ისიც არჩევნების დროს საკუთარ მოქალაქეებს როგორ უწყობდნენ ტერაქტს. სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ ჩააბარეს ტერიტორიები რუსეთს, დაუკავნეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, აჩუქეს კოდორის ხეობა და ამის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა.
ასეთი დიდი ბოროტების მე ვიტყოდი ურჩხულის დამარცხების იმედი თითქმის ყველას გადაწურული ქონდა. მაგრამ გამოჩნდა კაცი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ვინც თქვენთვის, ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გადადო თავი, მოვიდა და დაამარცხა ჩვენი ხალხის მჩაგვრელი ბოროტი ძალა. და 1 ოქტომბერს მოიპოვა ისტორიული გამარჯვება, რითაც გაანთავისუფლა ჩვენი ხალხი და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. 1 ოქტომბრის გამარჯვება, მეგობრებო, თავისუფლებასთან ერთად მოუტანა ჩვენს ქვეყანას ერთადერთი უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით. ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში. ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი. მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობა. გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები. ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი. ქვეყანა გახდა სტაბილური და სიტუაცია პროგნოზირებადი. დღეს მიუხედავად აი ამ წინსვლისა და მიუხედავად ძალიან ნათელი არჩევანისა, ისევ ის უბედურება, ის მძიმე რეჟიმი, რომელიც ჩვენს ხალხს ჩაგრავდა, კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. თქვენ იცით კარგად, რომ მათ შექმნილი აქვთ ეგრეთ წოდებული 4 ბლოკი. მათ ამჯერად შეცვალეს ტაქტიკა და ფრონტი გაშალეს. და წინასწარ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ დე ფაქტო გაფორმებული კოალიცია აქვთ, რა თქმა უნდა, ისევ სააკაშვილის ნაცმოძრაობის ლიდერობის ქვეშ. ეხლა 2 წუთით მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს აგენტურა სააკაშვილის მოკავშირე ხაზარაძე და მოღალატე გახარიას პარტიებით ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას. თითქოს ისინი არიან სხვა პარტიები და ხალხს მოუწოდებენ თუ ძველი და ახალი ნაციონალების დაბრუნება არ უნდათ, ან ოცნება არ მოსწონთ, ხმა მისცენ თაღლით ხაზარაძეს და მოღალატე გახარიას. ამ დროს ჩვენ კარგად ვიცით, შეხედეთ მათ სახეებს. ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს აგენტურა ყველა ერთმანეთში არის აღრეული. ვინ არის პარტია ახალი? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნიკა გვარამია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო. და ათასობით ჩვენი მოქალაქე გაამწარა და გააუბედურა. მისი პარტნიორი ნიკა მელია, სააკაშვილის ასევე მსახური. ნაციონალების კოალიციურ მთავრობაში შესვლას ადასტურებს უკვე თავის ხელმოწერით. კაცი, რომელმაც ჯერ საკუთარ ქვეყანას უღალატა და უღალატა საკუთარ გუნდს. გახარიას გულისხმობ, რომელმაც ყველაზე მწვავე კრიზისის დროს გახსოვთ, თქვენ მიატოვა ქვეყანა და მიატოვა გუნდი და შემდეგ პატრონების დავალებით შექმნა პარტია და ახლა უკვე მე ვიტყოდი პირდაპირ სტაჟიანი აგენტის სალომე ზურაბიშვილის ომის ქარტიაზე ხელმოწერით დაადასტურა მზაობა, რომ შევიდეს სისხლიანი აი ამ აგენტურის კოალიციაში. ასევე მინდა გავახსენო საზოგადოებას, ხაზარაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს და რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანოს შეცდომაში. ხაზარაძე ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, გახსოვთ. ხალხს პირდაპირ უნდა თქვა აღჭობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირ მნიშვნელობით მოროდიორობდა სააკაშვილის მმართველობის დროს. იგი თავად იფორმებდა წართმეული ბიზნესებს და ქონებებს, სახკარს. ასევე შეგახსენებთ, ვინაიდან ამ ულამაზეს კუთხეში ვიმყოფებით სამეგრელოში. სწორედ ხაზარაძემ ვერ ააშენა ანაკლიის პორტი და ჩვენი მთავრობა 4 წელი ელოდა მას. მაგრამ უშედეგოდ და ამის შემდეგ წავიდა და სახელმწიფო საკუთარ ქვეყანას უჩივლა საერთაშორისო სასამართლოში და ჩვენი ბიუჯეტიდან ითხოვდა $1.5 მილიარდ, რომელიც რა თქმა უნდა საბოლოოდ სამართლიანად წააგო. და ახლა ისიც თავისი კოლეგა გახარიას მსგავსად ცდილობს ბარიერის გადალახვას, რათა შემდეგ ისევ, როგორც თქვი, ნაციონალების ანუ აგენტურის კოალიციაში გაწევრიანდეს. რომლებიც ყველანი ერთად, მეგობრებო,
ქვეყანას პირდებიან დიდ ქაოსს, ომს, უბედურებას, ხალხის და ქვეყნის ნგრევას და განადგურებას. მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამ უსამშობლო ადამიანებმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების საშუალებას. ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იმედად ერთად ძლიერად უნდა ვაჩვენოთ ყველამ, რომ დგავართ მტკიცედ და ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის მშვიდობა და განვითარება და სტაბილურობა. მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, ღირსებას, სტაბილურობას და განვითარებას. 26 ოქტომბერს მეგობრებო, გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს სიმართლე და გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული ამაყი ხალხი, გაიმარჯვებს სამეგრელო და გაიმარჯვებს საქართველო. მერტი იყო ჩვენი პარველი. მადლობა. ძალიან ბევრი ვარ შეკრებილები, ძალიან მაღალი აღმაღლებული ატმოსფეროა, მაგრამ ყველა სალსალკე მინდა მოგესალმოთ. მინდა მივესალმო ჰოთელებს, ხობელებს, სენაკელებს და მათ დელეგატობის კანდიდატს გიორგი ხახუბიას. ეხლა კი ვირფასო მეგობრებო, ჩემი თაობის გამორჩეულ ადამიანს, ბევრისათვის უმირს, ადამიანს, რომელთან ერთადაც მე 2012 წლიდან ბრძოლაში ჩართულ ვარ სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ადამიანს, რომელსაც არასდროს უკან არ დაუხევია. მინდა მოვიწვიოთ ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი და ქალაქ თბილისის ჩვენი დედაქალაქის მერი ბატონი კახი კალაძე. მოგესალმებით მეგობრებო. მიხარია რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ხედავ დღეს აქ შეკრებილს. სამეგრელო ყოველთვის გამორჩეულია და ძალიან მიხარია. მივესალმები მესტიას, ფოთს, აბაშას, სენაკს, ხობს, მარტვილს, ჭყოროწყუს, წალენჯიხას. მივესალმები ჩვენს ძვირფას ზუგდიდს და ზუგდიდელებს. სამეგრელო ზემო სვანეთში ამ უძველესი ისტორიის მქონე მხარეში ნათლად იგრძნობა რამხელა კულტურის მატარებელია საქართველო. რა სიმდიდრე გააჩნია მას თავისი ისტორიით, ტრადიციებით და ადათ-წესებით, რითაც ამაყობს თითეული ღირსეული ქართველი. მეგობრებო, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და არც ის არის შემთხვევით, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძური ღვთისმშობლის კვართის სწორედ აქ ზუგდიდშია დაცული, როგორც უფლისადმი საქართველოს მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო. ამ მხარეს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, რის გამოც მტრის არაერთი შემოსევის ობიექტი გამხდარა. აქ ამ მიწაზე ლეგენდა და რეალობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ერთი რაც ზუსტად ვიცით, ასლეულებია გვებრძვის ხილული თუ უხილავი მტერი და საქართველო უფლისრწმენით, სიბრძნით, გაუტეხობლით, სიცოცხლის ჟინით განაგრძობს არსებობას და განვითარებას. მეგობრებო, დღესაც ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ ყველას გვახსოვს წლების წინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ფეხქვეშ იყო გათელილი ღირსება. გვახსოვს როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს. გვახსოვს რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ, როგორ არ ეკეტებდნენ, ართმევდნენ ქონებას,
გვახსოვს ქუჩებში დახოცილი ახალგაზრდები, გვახსოვს რა ხდებოდა ციხეებში და ჩვენ გაძლევთ პირობას ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. მხოლოდ და მხოლოდ წინ გამარჯვებებით, მშვიდობით გვინდა განვითარებულ საქართველოში, დემოკრატიულ საქართველოში, თავისუფალ საქართველოში ცხოვრება. ეს შემოტევები დღესაც არ განელებულა. რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ უკვე საუბრობენ იმაზე, რასაც კულისებს მიღმა გვეუბნებოდნენ და ხელის გადაგრეხვით გვაშანტაჟებდნენ. თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა არ უთქვამთ აღნიშნულ რეზოლუციაში. გაბედეს მხოლოდ და მხოლოდ სანქციებზე საუბარი. და პირდაპირ მოწოდებები გვახსოვს, რასაც აჟღერებდნენ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით და ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი სანქციებთან მიერთებით, ამით ვის დავაზიანებდით, ვის დავაზარალებდით? დავაზიანებდით ისევ და ისევ ქართულ სახელმწიფოს, დავაზიანებდით ქართულ ხალხს, შრომელ ადამიანს, ქართულ ეკონომიკას. აი ეს იყო ის მოწოდებები, რაც კეთდებოდა და გვახსოვს მეორე ფრონტთან დაკავშირებით, როგორ გვეუბნებოდნენ, რომ გვირჩევნია ბომბებით სვიოდეს ქვეყანაშიო. მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ყოველთვის გავატარებთ საქართველოს ეროვნულ ინტერესს. დღეს აქ მდგომო თითოეულ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. დღეს არ გვაქვს არჩევანი გარდა ერთისა. დავიცვათ მშვიდობა, დავიცვათ ღირსება, დავიცვათ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა და მხოლოდ განვითარებით შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავალი. მეგობრებო, არც ერთი ნაბიჯით უკან. დღეს არ გვაქვს უფლება ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ. ყველას და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რადგან თვალხილულია საფრთხე, რის წინაშეც აღმოჩნდით. დღეს უკვე ღიად გვეუბნებიან, რომ თურმე სამწუხაროა ქართველებისთვის, რომ ყველაზე საყვარელი საქართველოაო. გვეუბნებიან თურმე საქართველო არ უნდა იყოს მისი მოქალაქეებისთვის სამყაროს ცენტრი და მის ბედს არამოსახლეობა, არამედ გარე ძალები უნდა განაგებდნენ. მე ერთი რამ ჯერა, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, რომ გარედან მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, ერეოდნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და ბრძანებებს გაცემდნენ. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები. ასე ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ, მეგობრებო, კარგახანია მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით. თუმცა მოღალატეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ყიდიან, სირცხვილის გრძნობა ნამდვილად არ გააჩნიათ. ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ იყიდება. საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები იყო და არის ქართული ოცნებისთვის უპირველესი ამოცანა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები. მეგობრებო, ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ტრადიციული ფასეულობები და თავსმოხვეული პროპაგანდა, სამშობლოს სიყვარული და უსამშობლოება. რასაკვირველია, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს ხალხის ნება, გაიმარჯვებს ქართული ოცნება. 26 ჩვენი რიცხვია, ოქტომბერი ჩვენი თვია, გაუმარჯოს საქართველოს გამარჯვებას. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. მოდით მივესალმოთ აბაშას, მარტვილს, ჩხოროწყუს, წალენჯიხას და მათ დელეგატს ილია ინჯიას. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. ადამიანი, რომელიც თავისი დაუშრეტელი ენერგიით
გვერდში უდგას ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცს, ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ბატონი მამუკა მდინარაძე. მოგესალმებით მეგრელებო, მოგესალმებით სვანებო. უდიდესი პატივისცემით მივესალმები გამორჩეულ, გამჭრიახ, უნიჭიერეს და პატრიოტ ქართველებს. ამ ორი ულამაზესი, უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარის შვილებს. მივესალმები ჩვენს დელეგატებს, ბატონებს დავით კოდუას, ილია ინჯიას, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძეს, ჩვენს სვან ძმებს, ხალხი ძალიდან მივესალმები ბატონ სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს. თუ ვინმე მიცის, ჩემო მეგობრებო, ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, ეს სწორედ მეგრელი და სვანი კაცი და ქალია. თუ ვინმეს მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა ტრადიციული ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის, ეს ხალხი ხართ თქვენ სწორედ. და თუ ვინმე მიცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან თუ იციან. სხვაც რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად. შესაბამისად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებში გადამწყვეტ უთანასწორო არჩევნებში და ბრძოლაში მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არავინმე სხვას. როდესაც ლაპარაკობთ ნაც აგენტურაზე, ეს სააკაშვილი იქნება თუ გვარამია, გახარია იქნება თუ ხაზარაძე, სწორედ იმიტომ უნდა აგონ მათ ხალხის თქვენს წინაშე პასუხი, რომ ძალიან სამწუხაროდ ისინი ქართული წარმოშობის ადამიანები, არა ქართულ საქმეს ემსახურებიან და საერთო ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. შემდეგ კი იმისათვის, რომ თავიანთ მომხრეებს და ხანდახან საკუთარ თავსაც შეიძლება დააჯერონ, რომ ასე არის ყველაფერს ქართულს, ანუ მათ გონიათ, რომ ამით დააჯერებენ, რომ ყველაფერს ქართულს დაარქვან რუსული, რომ ყველაფერს ეროვნულს უწოდენ რაღაც სხვა დამაკნინებელი სიტყვა. ასე ამართლებენ თავიანთ მოქმედებებს, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს მეგობრებო, იმ თუნდაც ერთი ამომრჩევლის, ხაზგასმით ვამბობ, თუნდაც ერთი ამომრჩევლის ხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მე ისეთი კადრები ამოუვარდა ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა გავაგზავნო ამ საშინელებებზე ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხსაც კი ყავს ხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ მაინც ყავთ, რომელთა ნაწილს მართლაც გონიათ, რომ შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაცას რუსულს და სადაც საბრძოლელი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლია და წითელ ხიდზე ვერ აწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლელი იქნა ჩვენზე, მაგრად ვერავინ იბრძოლებს. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკონსტიტუციო უმრავლესობით აგვირჩევს იმისათვის, რომ პირველი აიკრძალოს ნაცმოძრაობა და სხვა აგენტურული პარტიები საქართველოში. იმისათვის, რომ გქონდეს საკონსტიტუციო მზაობა ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისათვის. იმისათვის, რომ კონსტიტუციის დონეზე აკრძალოთ LGBT პროპაგანდა და გადავარჩინოთ ქართველი ერი გადაგვარებისგან. იმისათვის, რომ კონსტიტუციით გავაძლიეროთ ეკლესიის და სარწმუნოების როლი. იმისათვის, რომ არ ვაპატიოთ მათ ერთ-ერთ აგენტურული ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს სალომე ზურაბიშვილს
ქართველი ამომრჩევლიდან ხალხის გადაგდება პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. და ბოლოს იმისათვის, რომ გაცილებით უკეთესად, გაცილებით კარგ პირობებში იცხოვროს თითოეულმა ქართველმა, მშვიდობიან ქვეყანაში და მხოლოდ ამ გზით გავერთიანდეთ დიდ ევროპულ ოჯახში. აბა თქვა გიჩქნა მარგალებ. აღვეს ყვაჯიხავ ხოჭაშვანერ. სვანებო, მეგრელებო, გენაცვალეთ, გეხარით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი ენერგია და ძალიან დიდი მხარდაჭერაა თქვენის მხრიდან და დიდი მადლობა ამისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ითარგმნება არჩევანში 26 ოქტომბერს. ეხლა მინდა მივესალმო ჩვენ სვანებს, ჩვენ ძმებს და მათ დელეგატობის კანდიდატს უკვე დეპუტატს ბატონ გოჩა ენუქიძეს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა უთხრა მათ. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თავისი გამჭრიახობით, თავისი სიზუსტით, თავისი გონიერებით არის გამორჩეული არა მხოლოდ ჩვენში, არამედ გარეთაც. ადამიანი, რომელიც უკან დაუხევლად იბრძვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მინდა მივესალმოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით ისტორიული კოლხეთის უძველეს მიწაზე, ჭეშმარიტ საქართველოში, საიდანაც დაიწყო ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი უნიკალური ცივილიზაცია, რომლის გაწყვეტა და განადგურება დღემდე ვერავინ შეძლო და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ქართული სული იარსებებს. მოგესალმებით მეგრელებსა და სვანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონის ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ მიწებს მსოფლიო კულტურისა და მემკვიდრეობის უამრავ გამორჩეულ ძეგლს ერთ რეგიონში აერთიანებთ. 23 გრძელი საუკუნე გვაშორებს იმ დღეს, როდესაც კოლხეთის ლეგენდარულმა ერისთავმა ქუჯიმ ჩაიფიქრა და მეფე ფარნავაზთან ერთად პირველად განახორციელა საერთო ქართული ოცნება, საქართველოს გაერთიანება. შედეგად მსოფლიო ცივილიზაციას შეემატა ჩვენი უნიკალური კულტურა და ქვეყანა, რომელიც დღეს ჩვენი ისტორიული მისწრაფებების განხორციელების წინაშე დგას. მეგობრებო, ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია. დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ. რაც არ უნდა გულში ჩაიხუტონ მათმა უცხოელმა მფარველებმა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორი საქართველო დატოვეს მათ 2012 წელს. 3,5 მილიონი ქვეყანა, სადაც მილიონი ადამიანი უმუშევარი და ღარიბი იყო. ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონშიც კი ჩამორჩენილი იყო. ქვეყანა, სადაც შექმნილი იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ადამიანის წამებასა და ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული. ქვეყანა, რომელიც 2004 წელს ბეწვზე გადაურჩა ახალ ომს, 2008 წელს კი ომის ქარცეთში გახვიეს. 2012 წელს თქვენმა გადაწყვეტმა ხმამ ეს ყველაფერი შეცვალა და იმედი დაუბრუნა ქართველ ხალხს. ჩვენი ერთად დგომით შევძელით, რომ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, რის შედეგადაც თითქმის 9 მილიონმა ადამიანმა უკვე დაძლია სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით არათუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ. გასამაგებული ეკონომიკით, გასამაგებული ბიუჯეტით, გასამაგებული საშუალო ხელფასით.
კანონის უზენაესობით, კორუფციის სიმცირით, ეკონომიკური თავისუფლებით ვართ არა მხოლოდ რეგიონის ნომერ პირველი სახელმწიფო, არამედ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რიგ შემთხვევებში ევროკავშირის წევრებსაც კი. ასეთი საქართველო ავაშენეთ სულ რამდენიმე წელში. ავაშენეთ იმიტომ, რომ განსხვავებით უსამშობლო ოპოზიციისგან მოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად. ავაშენეთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად. ავაშენეთ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი, იდეალები, რომლებსაც ესწრაფოდა ჩვენი მშობლების თაობა. დავაბრუნეთ ყველა ის იდეალი, რის ჩანაცვლებასაც წლებია ცდილობენ. ცდილობენ, რომ სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდოიდეოლოგიებით, ტრადიცია ტრენდით, სამშობლო ტერიტორიით, სუვერენიტეტი მორჩილებით, ეროვნული ინტერესი სხვების მაამებლობით. გვჩება კიდევ რამდენიმე წლის თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობიანი შრომა იმისთვის, რომ საქართველო თავაწეული ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და არავინ შემოგხედოს ისე, თითქოს საქმე საყვეწრად და დასამადლებად გქონდეს. ჩვენი ქართველობით უნდა გავხდეთ ევროპელები. შეუძლებელია ზვიად გამსახურდიას ამ იდეაზე უფრო მოკლედ, სხარტად და ღრმად გადმოიცეს ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დღეს ახორციელებს. ოპოზიციის ევროპული გზა, ფუნქცია დაკარგული ერის და დანიშნულება გამოცვლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა. ქართული ოცნების ევროპული გზა კი ჩვენი ღირებულებების საფუძველზე ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმება და არა უსიტყვოდ დათანხმება. ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია. ქართული ოცნების ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ მინდა აქედან მიმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის. წინ 26 ოქტომბერია, დღე, როცა უნდა გადაწყდეს, რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა. დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს, ისე ელიან. ეს მხარე ლაქერნის ღვთისმშობლის და უშკულის ლამარიას მხარეა. ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა. ეს მხარე ქართული ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ. გაუმარჯოს სამეგრელოს, გაუმარჯოს სვანეთს, გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, ფარავდეს ლაქერნის ღვთისმშობლის და უშკულის ლამარიას მადლი. გონიათ ზუგდიდი დამავიწყდა? არა, არა. მე 3 წელი ვემსახურე ჩვენს მუნიციპალიტეტს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. და დარწმუნებული ვარ, რომ ესტაფეტას კარგ ხელში გადავცემ და მინდა მივესალმო ზუგდიდს და მათ დელეგატს დავით კოდუას. ზუგდიდს გაუმარ? სამეგრელოს და სვანეთს გაუმარ? საქართველოს გაუმარ? ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც როგორც ლიდერი არის გამორჩეული. ის პირველია იმ საქმეში, რომელიც საქმეც ჩვენს გუნდს ერთად აქვს გასაკეთებელი. ის არის გონიერი ლიდერი, ის არის პატრიოტი ლიდერი, ის არის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მოგესალმებით მეგრელებო. მოგესალმებით სვანებო. მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი მხარის სამეგრელოს და ზემო სვანეთის შვილებს. მოგესალმებით აფხაზეთიდან დევნილებს. მოგესალმებით მივესალმები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა მივესალმო სამეგრელო ზემო სვანეთის მოქმედ და მომავალ წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში. სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით და უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობით. სამეგრელო და სვანეთი ინახავს უამრავ საუნჯეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და კულტურულ თვითყოფადობას ქმნის. რაც თავარია, სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსების მატარებელი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ყოველთვის შექონდათ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ. 11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. ეს არის რეფერენდუმი, რომელსაც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა უთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა. უნდა უთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები. უნდა უთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი ევროპული მომავალი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო პოლიტიკოსების, უცხოელი აგენტების ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც კლავდა და აწამებდა ადამიანებს, ძარცვავდა ბიზნესს, იტაცებდა ტელევიზიებს. ამ რეჟიმმა ჩართო ქვეყანა ომში 2008 წელს და დაგვაკარგინა დროებით ქვეყნის ტერიტორიების 20%. ამ ყველაფერთან ერთად 2012 წლამდე ქვეყანაში იყო უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ხალხს დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, რომ ეს ვითარება რაიმეს ან ვინმეს შეიძლებოდა შეეცვალა. და სწორედ ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართული ოცნების დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და საქართველოს განვითარების სწორ გზაზე დააყენა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ყველა ის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით მიაღწია. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის. 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უზრუნველყო ქვეყნის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028 წლისთვის ჩვენი პროგრამის მიხედვით 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ქვეყნის ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2028 წელს კი ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. გავანახევრეთ უმუშევრობა, მხოლოდ ბოლო 2,5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა 170,000 ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ 2,5 წლის განმავლობაში 2028 წლის ჩათვლით დამატებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 712,5 ლარიდან 2005 ლარამდე გავზარდეთ საშუალო ხელფასი ქვეყანაში, რომელიც 2028 წელს 3,500 ლარს გადააჭარბებს. 2012 წლის შემდეგ 680,000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით სიღარიბეს დამატებით 300,000-მდე ადამიანი დაძლევს, რის შემდეგაც სიღარიბის მაჩვენებელი 4% ჩამოწდება. მხოლოდ გასული 2,5 წელიწადის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში დამატებით 9 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ. 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაც სამეგრელოდან და სვანეთიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში და დედაქალაქში მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აშენდება ასევე ახალი ავტომაგისტრალი თეკლათიდან ანაკლიამდე, რაც ბუნებრივია ანაკლის სპორტსაც მოემსახურება და ზოგადად ამ რეგიონს. ვიწყებთ ანაკლის სპორტის მშენებლობას, რომელიც სამეგრელოს განვითარებას ახალ სტიმულს შესცემს. 2012 წლის შემდეგ
სახელმწიფოს ხარდაჭერით შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. ბიზნესის ხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში 2028 წლის ჩათვლით ასობით ახალი საწარმო და 70,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჩვენ ორჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება, მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა. ცნობისათვის დაახლოებით 10 ჯერ ნაკლები იყო გამოყოფილი 2012 წლისათვის. სწრაფად ვითარდება ტურიზმი, 2028 წლისთვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ვიწყებთ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას. 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითქმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება. 2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი სოფლის ხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის. 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 93% იქნება უზრუნველყოფილი. 15-ჯერ გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგებაში, მომავალ წელს 24 საათიან წყალმომარაგებაზე წვდომა იქნება ქვეყნის ყველა ქალაქს. 2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. 2012 წლის შემდეგ 109 იუსტიციის სახლი აშენდა, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება და ამით მთელი ქვეყანა დაიფარება. 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება, საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო, შემოვიღეთ უფასო სახელმწიფოების პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამა. ასევე ავაშენეთ 174 სკოლა და დავასრულეთ 1000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდება. 4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და შედეგები არის სახეზე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა და მომდევნო წლების განმავლობაში ვიწყებთ 2 მილიარდიან პროგრამა სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ასევე სხვა მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი, ჯანდაცვის დაფინანსება, სოციალური პროგრამების დაფინანსება. შედეგად 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა 72 წლიდან 75 წლამდე, პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში გაიზარდა 155,000 ადამიანით. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის დამსახურება. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან 70 წლამდე ასკეს პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი გახდება, 70 წელი და ზემოთ 450 ლარი, შესაბამისად 420 და 540 ლარი გახდება პენსია მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ჩვენი პენსიონერებისათვის. 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ ბინებს ახლად დაშენებულ კორპუსებში დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს. დღეს დავიწყეთ ზუგდიდში 1700 ოჯახისთვის განკუთვნილი სპეციალური საცხოვრებლის 7 კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2027 წელს. 1700 ოჯახი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც გავაკეთეთ გასული 12 წლის განმავლობაში და რის გაკეთებასაც გეგმავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. გასავალია ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ქართული ოცნების ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ომი არ ქონია. ახლაც ქართული ოცნების გამარჯვება არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას და უზრუნველყოფს ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ქართული ოცნება საქართველოს გამთლიანება. ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ.
მე დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, ერთად შევხვდით საქართველოს ნათელმომავალს და ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ ყველაფრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის. 26 არის ჩვენი დღე, ოქტომბერი არის ჩვენი თვე და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფო. ღმერთი ფარადეს ამ ულამაზეს ხარეს და ღმერთი ფარადეს საქართველოს. მადლობა. ჩვენ დღეს რამდენჯერმე გავიხსენეთ ის ბრძოლა, რომელიც 2012 წელს წამოვიწყეთ და ყველას კარგად გვახსოვს თუ რა რეჟიმს დაუპირისპირდით და ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ოჯახთან ერთად, საკუთარი ოჯახის და პირადი რისკის მიუხედავად აიღო საკუთარ თავზე ეს მისია. როგორც მაშინ, დღესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ჩვენთან არიან, მინდა მივესალმო ცოტნე ივანიშვილს და ასევე ჩვენს ახალგაზრდებს. გავაგონოთ ახალგაზრდებს. მეგობრებო, ჩვენ წინაპრებმა სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვიტოვეს. მამული, ენა, სარწმუნოება. მათ დასაცავად ყველა დროში იყვნენ გამორჩეული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებდნენ ამ პასუხისგებლობას. დღეს ჩვენ თანამედროვეობაში ყავს ადამიანი, რომელმაც უკვე საქმით დაამტკიცა, რომ არ აქვს არაფერს მნიშვნელობა თუ არ ხარ ქვეყნის პატრიოტი. ის მზად არის და არაერთხელ დაუდგა გვერდში ქართულ ხელოვნებას, ქართულ კულტურას და გადაარჩინა ჩვენი არაერთი კულტურული ძეგლი. და რა თქმა უნდა, ის გვერდში უდგას ჩვენს დედა ეკლესიას და მის სახელთან არის დაკავშირებული უამრავი ეკლესიის აღდგენა. მინდა მივესალმოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მოგესალმებით ჩემო მეგრელებო და ჩემო სვანებო. დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული მონატრებით მივესალმები ენგურს მიღმა ცხოვრებ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. ჯერა რომ დადგება დრო, როდესაც ერთიან ძლიერ საქართველოში, სოხუმსა და ცხინვალში გვექნება საშუალება, რომ მსგავსი შეხვედრები ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალსა და განვითარების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ. სამეგრელოზე, სვანეთზე, აქაურ ისტორიასა და ადათ-წესებზე, ბუნებასა და ხალხზე საუბრით ქართული კაცი არასოდეს არ დაიღლება. თქვენი მხარე ყველაზე უკეთ გამოხატავს თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ განსხვავებული ხასიათისა და ტრადიციების, თუმცა უდიდესი წარსულის მქონე კუთხეების შვილები, რომლებიც ძალიან პატარა ტერიტორიაზე საერთო მიზნის გარშემო არიან გაერთიანებულნი. ამაყად მდგარი კავკასიონი ყველაზე დიდი ხნის მოწმეა მეგრელების ნიჭიერება და გამჭირახობა, სვანური სამართლიანობა და სიბრძნე როგორ ჰარმონიულად უთავსდება ერთმანეთს და მრავალფეროვან, თუმცა საერთო ეროვნული ღირებულებების მქონე ხალხს ქმნის. ჩვენი სიძლიერე ცხომ სწორედ იმაშია, რომ ჩვენი განსხვავებულებით ვერთიანდებით საქართველოს გარშემო და ჩვენ სამშობლოზე ზრუნავთ. აქ ჩამოსულ სტუმრებს აგვირვებთ როგორი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი წინაპრებისგან შემონახული ისტორია, ხელოვნება თუ არქიტექტურა, რაც ღია ცის ქვეშ თვითნაბად და უნიკალურ ერთგვარ მუზეუმს ქმნის. სამეგრელომაც და სვანეთმაც მრავალ ისტორიულ ქარტეხილს გაუძლო, ის რომ აქაურ ხალხს არასდროს შეუწყვეტია საკუთარ მიწასთან, ტრადიციებთან და წინაპრების დანატოვართან კავშირი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ხელუხლებლად უნახავდნენ მომავალ თაობებს.
კარგად გახსოვთ, რომ პირველად ერთმანეთს 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ტერორიზმისგან, დანაშაულებისგან და ძალადობისგან შეურაცხყოფილ ზუგდიდში შევხვდით. მართლაც თქვენს მხარეში ყველაზე მეტად გამოვლინდა რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკე, რადგანაც როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილმა სამეგრელო ზემოსვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე წამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში. მათაც განსაკუთრებული მონდოება გამოიჩინეს მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არც ერთ მტერსაც კი არ გაუკეთებია. უკვე მრავალჯერ ფაქტები დადასტურდა, რომ იტაცებდნენ და ხოცავდნენ, შემდეგ კი მათ ცხედრებს უგზო-უკვლოდ აკრობდნენ, ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ უმწეო და დაუცველ ადამიანებს, პატიმრებსა და ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ ახალგაზრდა ბიჭებს. დანაშაულის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. ყველას უნდა ცოდნოდა, რომ თუ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოზე გაბატონებული ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა, ციხე წამება და შანტაჟი ელოდა. ამ სინამდვილის პარალელურად კი ამ სინამდვილის პარალელურად კი ცინიკურად პროპაგანდის მეშვეობით ცდილობდნენ სამეგრელო საკუთარი წარმატების მაგალითად ექცია და დანარჩენი ქვეყნისთვის ეს ეჩვენებინათ. მოქმედების გავსი ლოგიკა და აღქმების შესაქმნელად სრულ სიმბოლოების გამოგვენება ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ხელწერაა. ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ უცხოელი პატრონებისგან დაფინანსებულმა და წაქეზებულმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მედია საშუალებებმა როგორ შექმნეს პარალელური რეალობა, თითქოს 2003 წლის ნოემბრის მოვლენები არა ქვეყნის გარეთ ადგილობრივი და საგარეო აქტორების მიერ დაიგეგმა, არამედ მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილება რევოლუციურ განწყობებში გადაიზარდა, პროცესი კი წალენჯიხაში დაიწყო თითქოს და პირველი ნაბიჯებიც იქ გადაიდგა, რასაც მთელი საქართველოს შეუერთდა. ზუსტად იგივე ძალებს დღესაც იგივე სურვილი აქვთ. უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად ისევ სიცრუვისა და პროპაგანდის გამოყენებით ყალბის სიმბოლოების შექმნით საზოგადოების დაყოფითა და დაპირისპირებით უნდათ ხელში აიღონ ძალაუფლება, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გამოგვატარონ ის უბედურება, რაც საკუთარ თავზე უკვე გამოცადეთ. მიუხედავად მათი სურვილისა, დღეს ამის განხორციელების არავითარი შესაძლებლობა არ აქვს და ამის მთავარი მიზეზი ქართველი ხალხია. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მაშინ როდესაც კრიტიკულად მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და თავად გაანალიზოს რა არის სიმართლე, ვეღარავინ ახერხებს ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანას და საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესების განხორციელებაც შეუძლებელი გახდა. დღეს ერთადერთი გზა, რომელმაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა შეიძლება მოგიტანოს, სიმართლე და ქვეყნისათვის გაკეთებული საქმეა. ხოლოთ ლამაზი სიტყვებით საუბარი მარტივია, თუმცა თუ ამ სიტყვებს საკუთარი საქმიანობით არ ამყარებ, ყოველი მათგანი ფუჭია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმატების ერთ-ერთი გასახები სწორედ ეს არის. ჩვენ მიზანმიმართულად ვთქვით უარი ტყუილზე და ამ გზით მხარდაჭერის გაზრდაზე. ქართულ მოცნებამ ყველა სხვა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით რთული გზა აირჩია და საზოგადოების ნდობის მოპოვებას ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვცდილობთ ხოლოდ. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს სფერო, რომლის მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივახციეთ. ეს არის ფაქტი და რამდენადაც უნდა ეცადონ საპირისპიროს დამტკიცებას, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე ისაუბრა იმ საკვანძო მიღწევებზე, რაც კონკრეტულად ამ რეგიონში გვაქვს და საქართველოს ამასთანავე ჩვენი ქვეყნის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ საქართველოს წრებს თვალებს უბრუნებს და მოსვენებას უკარგავს. მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს რეალისტური გეგმები. როდესაც ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე საუბრობთ, ოპონენტები მყისვე პარალელური რეალობის შექმნას იწყებენ და მათი ცნობილი ხელწერით ცდილობენ შენებას ნგრევა, ხოლო სიკეთეს ბოროტება დაარქვან. მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ მაშინ, როცა ჩვენ საქმეებს საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები თავიანთი რეიტინგებით ამყარებენ და ადასტურებენ. აჭარის რეგიონში ქალაქ ბათუმში სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გამამახვილე ყურადღება, რომელშიც საქართველოს უპირობო ლიდერია და თქვენს მინდა გაგაცნოთ საქართველოს წარმატების საერთაშორისო დადასტურება.
ატლანტიკური საბჭოს თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით საქართველოს კეთილდღეობის 10-წლიანი პროგრესით სოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 11-წლიანი პროგრესით კი სოფლიოში პირველ ადგილზეა. 11-წლიანი პროგრესით, რაც ქართული ოცნება მოვიდა, საქართველოს პირველ ადგილზეა სოფლიოში. სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველოს ევროპის საუკეთესო ათეულშია. ასევე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი ფრანგული ორგანიზაციის იფსოსი, თუ გაგიგიათ, იფსოსის ანგარიში ქართულ სასამართლოსთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან. დაფიქსირებული შედეგი უფრო მაღალია ვიდრე ევროპული ქვეყნების სასამართლოების საშუალო ნდობა, რაც დაახლოებით 55%-ს შეადგენს. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ საშუალო ევროპულზე მაღალია დღეს სასამართლოზე ნდობა ქართულ საზოგადოებაში. ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს სრულად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. არა და კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს როგორც საკუთარ ჯიბეს ისე უყურებდა. მათმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა 8 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა საკუთარი ახირებების დასაკმაყოფილებლად და ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა იმ ქართულ სასამართლოში განიხილება, რომელმაც იფსოსის მიერ უმაღლესი დამსახურება დაიმსახურა. ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველოს სოფლიოში მესამე ადგილზეა. სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველოს სოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. სოფლიო ბანკის შეფასებით 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველოს სოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 12 წელში რაც ქართული ოცნება მოვიდა, სოფლიოს ყველა ქვეყნებს ვედრებით და საუკეთესო ხუთეულშია ის სიღარიბის შემცირების ნაწილში. ეს ყველაფერი არის იმ პროგრესის ძალიან მცირე ჩამონათვალი, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ თქვენი ქართველი ხალხის გვერდში დგომით მიაღწია. სწორედ ამიტომ, რომ ქართული ოცნება ადგას სწორ გზას ყველა მიმართულებით, საქართველოს შესახებ სამომავლო პროგნოზიც ძალიან შთამბეჭდავია. აბა ნახეთ სამომავლო პროგნოზი. სამომავლო პროგნოზი როგორი შთამბეჭდავია. ეს წარსულის შედეგებზე გესაუბრეთ, ეხლა სამომავლო პროგნოზით ნახეთ როგორი შთამბეჭდავია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის სოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა. საქართველოს კი 10 წლიანი ზრდის პროგნოზით სამის მიმართულებით მოხვდა სოფლიოს საუკეთესო სამეულში. ერთულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 10 წლიანი ტემპის მიხედვით საქართველოს 2029 წლისთვის სოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია. უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველოს 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით, ეს უკვე მეორეა. 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით საუკეთესოა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთულ მოსახლეზე 29 წლისთვის 12900 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს. ის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კიდევ ერთი წელი რო დავამატოთ, იმიტომ რომ 29 წლამდე გააკეთა კვლევა სავალუტო ფონდმა, 2030 წელს 14000 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალ შემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა სოფლიო ბანკის გრადაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დიდარი ქვეყნების რიგში ჩაეწერება და ჩვენ ევროპაში არა ცალფეხზე და არა მათხოვრად და არა ხელგაწვილი შევალთ, არამედ შევალთ თავაწეული და ამაყნი და გავხდებით ყველაზე წარმატებული ოჯახის გაერთიანებული ოჯახის წევრი. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას. ქალაქ ბათუმში აღნიშნეთ თქვენც მინდა იგივე გითხრათ, შემომეგრელებო და სვანებო. არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომალა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ვინარჩუნებთ. ასევე არ გვექნებოდა არანაირი პროგრესი, რო არა თქვენი ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა, რომ არა ნდობა, რომელსაც ჩვენი გუნდი უპირობოდ ამართლებს ყველა მიმართულებით. ჩამოთვლილი მიღწევები და სამომავლო უაღრესად საიმედო პროგნოზები ქართული ოცნების
გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია. 12 წლის მანძილზე არაერთი გამოწვევის პარალელურად მუდმივად ვაუმჯობესებდით მართვის მეთოდებს. ყავს პროფესიონალი საჯარო მოხელების მთელი არმია, წარმატებული მენეჯერები, სამშობლოს და ქვეყნის ერთგული ლიდერები. კონკრეტულად ამ ადამიანებმა უზრუნველყვეს საქართველოს ხელშესახები პროგრესი. ქვეყნის მართვის ქვეყნის მართვის თითქმის უშეცდომო და სწორმა მენეჯმენტმა გაგვიყვანა შედეგებზე, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ჩვენ არ დაუშვით არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებლის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ. ამ საიმედო მოცემულობის პარალელურად უნდა გვახსოვდეს, რომ თუ 4 ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ მოგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება. თუ დანის პირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომიდან გრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს. სწორედ მშვიდობა და ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს საფუძველი, რომ ავისრულოთ ნანატრი ოცნება, ისევ ერთიანი ვიხილოთ ჩვენი საქართველო. საქართველოს გაუმარ! 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 ერთიანი ვიხილოთ ჩვენი საქართველო. ამის ერთადერთი გზა კი ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატიებასა და დობის აღდგენაზე გადის. რა თქმა უნდა, ერთია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა უმნიშვნელოვანესია არსებული რეალობა. რამდენად ქმნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. არაერთხელ ვისაუბრე, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების დინამიკურობის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს. თუმცა ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გმართებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ტერიტორიული მოწყობა არსებულ რეალობასთან მოვიყვანოთ თანხმდაში და ეს კონსტიტუციაში ავსახოთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც ქართულ მოწნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ამ ყველაფერს ისევე შეეწინააღმდეგება, როგორც ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ამას შერიგებასა და ნდობის აღდგენის შესახებ გაჟღერებული ნებისმიერი ინიციატივის საფასუხოდ არსებული მათი ისტერიული რეაქციები ადასტურებს. ამის საპირისპიროდ უცხო ინტერესების შესაბამისი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას კვლავ ომში ეკაჩება, რაც საქართველოს 2008 წელს ერთხელ უკვე დაატეხა თავს. ათობით ათას დევნილთან ჩვენი გმირი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებითი ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა ქმედებებმა ქართველ და ოს თუ აფხაზ თანამოძმეებს შორის არსებული გამთელებისკენ წარსული იარა კიდევ უფრო გააღრმავა. შერიგების პროცესი კი დროში უფრო დაგვიანებული და რთული გახადა. ბიზნესის, რეკეტის, დემონსტრაციების, უმოწყალო დარბევის და ქუჩაში ახალგაზრდების უმიზეზო დახოცვის, ხალხის ხარჯზე კომფორტის მოწყობის, განსხვავებული აზრის დევნის, ციხეებში პატიმრების წამებისა და კიდევ უამრავი სხვა დანაშაულის მიუხედავად უცხო ინტერესების შესაბამისად 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ქმედებები ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი ღალატია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს. არასამთავრობო ორგანიზაციებად და 4 პოლიტიკურ სუბიექტად გაშლილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა კვლავ აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის აღმოფხვრა, წელვადიანი სტაბილურობისა და სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების პირობებშია შესაძლებელი, როდესაც მოსახლეობას არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთეს შორის შეუძლია. დღეს არსებულ ვითარებაში კი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა სრული ოპოზიციური სპექტრის მონოპოლიზაციას ახარხებს, არჩევანი ომის გრევისა და ქაოსის სურველ ნაციონალურ მოძრაობას, მეორე მხრივ კი მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის გარანტ ქართულ ოცნებას შორის გვაქვს. საკონსტიტუციო უმრავლესობის გამარჯვების შემდეგ ამ პარტიას და მის სატელით თუ მემკვიდრე პარტიებს კონსტიტუციით ავგრძალებთ. პარალელურად კი გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ
სამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ღალატისთვის სამართლებრივად მოუწევს პასუხისგება. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა ღირებულებებისაგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ და კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ. გარდა ამისა, არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ კონსტიტუციაში ავსახავთ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობაში, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული და მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ოდნავაც კი არ შეიცვლება. დღეს იმდენად მკაფიო განსხვავებაა ქართულ ოცნებასა და მეორე მხარეს მდგარ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომ საზოგადოებისთვის არჩევნის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და რაც თავარია პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართულ ხალხთან ერთად ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსებით შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამის საპასუხოდ გარე ძალების აგენტურას კვლავ ომი, ქაოსი და სიღარიბე სურს, რასაც გზა ქვეყნის განადგურებამდე მიხავს. შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველოს დასახულბად გაიმეტონ. მათ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როგორც არ უნდა ეცადონ, არ არსებობს ორი საქართველო. საქართველო მხოლოდ ერთია, რომლის მოსახლეობასაც მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით საკუთარი ღირებულებების შენარჩუნებით სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. სწორედ ეს მართლმუნებს, რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავერთიანდებით, გავიმარჯვებთ და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ. გავმარჯვოთ სამეგრელოს და სვანეთს. გავმარჯვოთ საქართველოს. საქართველოს გავმარ! 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 მერტი იყოს ჩვენი ფარველი. საქართველო აქარი ჩემო სიამაყე ჩემო სადარდნო ჩემი საქართველო აქარი მეცაკ ჩემი ღამე ულაგავათენო ჩემი